წითელაწითურა საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ბოლო მე-6 დღე. ჯეო ჰოსპიტალსის ასაცრელ კაბინეტში პირდაპირ დანიშნულებით პაციენტთაგან მხოლოდ ერთეულები მიდიან. ამ ეტაპზე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მოზარდებში წითელას მხოლოდ 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე იცრება ყველა ვისაც დაინფიცირებულთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონდა. ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, უშუალო კონტაქტი თავის ამხანაგთან, რომელსაც აღმოაჩნდა წითელა. ამიტომ მოვიყვანთ ასაცრელად, ეს არ იყო გეგმიური უშუალო კონტაქტის გამო, თავის დროზე ყველა აცრე ჩატარებული აქვს, მაგრამ ახლა ამ შემთხვევის გამო გადავწყვეტეთ აცრის გაკეთება და აქ ვართ და ველოდებით აცრას. ასაცრელ კაბინეტში ყველა პაციენტი თუ მისი მშობელი აცრასთან დაკავშირებით საჭირო კონსულტაციას იღებს, თვითმოსალოდნელი გართულების შესახებაც კი რისი ალბათობა ძალიან მცირეა. კონტაქტირებული პური ამ წუთში არის 12, ვინც უშუალოდ კონტაქტში იყო. მედპერსონალია 50-მდე აცრილი. მედპერსონალი. დღეს კიდევ დაგეგმილი გვაქვს ჯეო ჰოსპიტალში აცრა. და ვინც საერთოდ ასეთია იმ ბრძანებაში რა წერია 0-დან 7 წლამდე 2 იყო მხოლოდ რაიონში და ისიც აცრილია. მოგვიანებით წითელაწითურას ვაქცინაციის კვირეულში ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ, როგორც განსაკუთრებული რისკის მატარებლები. საქართველოში მიმდინარეობს 22-დან 27 აპრილის ჩათვლით ეროვნული იმუნიზაციის კვირეული. ჩვენ სამედიცინო გაერთიანების თანამშრომლები, როგორც რისკ ჯგუფები, შეუერთდით ამ კამპანიას და ყველა თანამშრომელი ვიცრებით. ეს იქნება ექთნები, სანიტრები, ექიმები და ყველა ტექპერსონალი. წითელაწითურას ვაქცინაციის კამპანია ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ჩატარდა. დათო ტურაშვილის სპონტანური შეხვედრა მკითხველს საზოგადოებასთან. მწერლის დაგეგმილი ავტოტური ქუთაისის მარშრუტით ზესტაფონში შეჩერდა. ეს ყველაფერი კი მეგობრის თხოვნით მოხდა, შეხვედროდა მწერალი დათო ტურაშვილის მკითხველს საზოგადოებას. მეგობრის თხოვნით და მკითხველი საზოგადოების დიდი სიყვარულით მწერალთან შეხვედრა შედგა. ქუთაისში მივდივართ, მაგრამ გადამიდგა ale გზაზე, ალეკო სარალიძე ჩემი მეგობარი და ბევრი მეგობრები მყავს ზესტაფონში და ასე იციან ხოლმე. თქვენ ძველი მამამისის თაობის, დათიკო სარალიძის თაობის დროინდელი ილეთია, რომ გზაზე მივახავს, გადაუდგებიან ხოლმე ზესტაფონთან და სხვა შეიძლება რომ არ გადამდგომო და მაინც გავჩერდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და უნიკალური ადგილია, ხო იცით და რაც შეეხება ხა მithumetes მკითხველებს რო უნდათ შეხვედრა, მაშინ ამაზე ვერასდროს ვერ ამოფუარ, ძალიან ძნელია და ამაზე უარის თქმა, იმიტომ რომ წიგნის მოყოლზე კარგი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს, არსადნო. ვისაც წიგნი უყურს, მეის ხალხი მიყვარს და ახლა ბუნებრივია. და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მას დაინტერესებს. ახლა მე რო იმაზე ვილაპარაკო, რაზეც მე მინდა ლაპარაკი, შეიძლება 3 დღე გავიდეს და ქუთაისამდე ვერ ჩავახციო და ამიტომ იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც საუბრის სურვილი მათ ექნება თვითონ. დათო ტურაშვილმა შეხვედრაზე დღეს ბოლო დროს გამოცემულ წიგნებზე ისაუბრა, რომელთა შორისაა დოდო სმოლოდინში. წიგნის საბერძნეთში ემიგრაციაში მყოფ ქართველ ქალებს ეძღვნება, რომელთაც ფული შოვნა უდიდესი შრომის ფასად უწევთ. ტურაშვილმა შეკრებილი აუდიტორიის კითხვებიც დააკმაყოფილა, მსურველებმა მწერლის ავტოგრაფებიც მიიღეს. საინტერესო ადამიანთან საუბარი ძალიან საინტერესოა. ეს დოსტოევსკის ცნობილი ფრაზაა და მე ვფიქრობ, რომ მართლაც დათო ტურაშვილი ყველასათვის საინტერესო მოსაუბრეა და ამავე დროს რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი მწერალია და საზოგადოება ყოველთვის ელის მასთან შეხვედრას. ასეთი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოწყურებული ვართ დისკუსიებს და თქვენ თვითონ აი მოწმენი გახდით იმისა, რა საინტერესო დისკუსია გამართა და რა კარგად როგორც მას შვებია, როგორ კარგად წარმართა ეს გასცა კითხვებზე და ეს პასუხები მისი იყო ამოწურავი, ძალიან საინტერესო იუმორით გაჟღენთილი და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას ძალიან უყვარს ზესტაფონი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი დათო ტურაშვილს. მე ვიცნობ მის შემოქმედებას და განსაკუთრებით მიყვარს ჯინსების თაობა, რომელზედაც ავტოგრაფიც მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარი გამომცემლობები მწერალმა დღეს ზესტაფონის ბიბლიოთეკასაც უსახსოვრა და მათგან მიწვევაც მიიღო, რასაც მწერალი უყოყმანოდ დათანხმდა. ყოველთვის ასეაუნუარი ასეთ კაცთან შეხვედრა. ჩვენ შეთავაზებაც მიიღო ბიბლიოთეკიდან, რომ თუ დრო გამონახავს დროს მოგზანდება, ჩვენ ძალიან ზესტაფონებს გამიხარდება და საერთოდ ზესტაფონისთვის ეს არის ძალიან კარგი მოვლენა. ასეთ შესანიშნავ მწერალთან, მოსაუბრესთან მოსმენა მისი ხალხს უყვარს
ხალხს უყვარს ვიცით. აი ეს ყველა მოვიდა, არავინ არ მოუყვანიათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზესტაფონელებისთვის. აი ესე. დათო ტურაშვილთან ერთად დღეს ზესტაფონს დიმა ობოლაძეც სტუმრობდა. სანამ დათო ტურაშვილი მკითხველი საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას ახერხებდა, ობოლაძეს დრო არ დაუკარგავს და ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის და შეკითხვების დაკმაყოფილებას ცდილობდა. ჩვენ ქუთაისში გადაცემის გადაღება გვაქვს, ქონდა დაგეგმილი და დათომ, როდესაც თქვა რომ ზესტაფონში უნდა გავგო, მე პირადად სიამოვნებით დათანხმდი. ჩემი მანქანით წამოვედით და მოვედით და სიამოვნებით დათოსთან ერთად შეხვდით თქვენ. მე უბრალოდ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ დრო არ მაქვს უბრალოდ, თორე სიამოვნებით ვივლი ძალიან ხშირად აქეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ძალიან სასიამოვნოა რომ აქ მოვხვდით ჩვენ დღეს. რას წარმოადგენდა ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარისაგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი და როგორ იქცა ლივერპულელი ოთხეულის ერთობლივობა მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ მოვლენად, რომელიც 60-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძველიც გახდა. დამოუკიდებელი სკოლა ორნატის მიათეკლესელებმა პოპისა და როკ-ენ-როლის ცნობილი ჯგუფის მუსიკალური გზა 45 წუთში მოაქციეს და აუდიტორიას ყველა ის ძირითადი დეტალი გაახსენეს, რითაც ბიცლი იცნობენ როგორც საუკეთესო შემსრულებლებს. ჩვენი პრეზენტაცია ეხებოდა უნიკალურ ლეგენდარულ ინგლისურ ჯგუფს ბიტლზებს. ეს ავირჩიეთ, იმიტომ რომ არის ლივერპულერი ინგლისურენოვანი ჯგუფი და ჩვენ ამ პრეზენტაციით გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ბიტლზების სიმღერები ჯერ კიდევ უკტავია და ჯერ კიდევ ჟღერს ხალხში და ჩვენ გვინდა რომ კიდევ დიდხანს იცოცხლოს ამ სიმღერებმა და ჩვენ გვჯერა რომ ბიტლზები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს გულებში და კიდევ დიდხანს გაჟღერდება მათი სიმღერები და როცა უკვე ამდენ ქარტეხილს გაუძლო, იმედი მაქვს კიდევ ბევრი მრავალი წლის განმავლობაში კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს. და უკდავ იქნება ყველას გულებში. ეს ყველაფერი რუსი დამასწავლებლის დამსახურებაა, მან მოიფიქრა და ჩვენს ხელშეწყობით გავაკეთეთ ეს ღონისძიება შეძლების დაგვარად. და მე მგონი სკოლას წარმოვაჩინეთ და ყველანაირად კარგი იყო. შეფასებას თქვენ თვითონ გააკეთეთ. ყველანაირად უეცადეთ რომ ეს კარგი გამოსულიყო. ჩვენ ამდენი ხანია ბიტლზების ფანები ვართ და ძალიან გვყვარს ეს ჯგუფი. რავის მათი პოპულარობა არ დღესაც არ შემცირებულა და შევეცადეთ რომ ყველა გვემოგზაურებინა 60-იან წლებში და შეგვახსენებინა რომ ეს არ არის დასავიწყებელი ჯგუფი და ყოველთვის გვემოგზაურება. ღონისძიება ორნატში მთლიანად ინგლისურენოვანი იყო, საკმაოდ დინამიური და ორიგინალური დიზაინით. მონაწილეებმა საღამო ბიტლზის ცნობილი ჰიტად ქცეული სიმღერით დაასრულეს. ძალიან საინტერესო იყო, აი მართლაც, აი სპელინგი, ყველაფერი აი ძალიან კარგად გაართვეს თავი. კარგად ისაუბრეს, კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები აი ამ რამოდენიმე წინადადებითაც კი. რა ვიცი, კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა, შთამბეჭდავი იყო ნამდვილად. ზესტაფონის მოამბის სპეციალური ნომერი, გამოცემა, რომელიც ღონისძიებათა კვირეულს და ქალაქში 3 ქვეყნის უკრაინის, ლატვიის და რუსეთის დელეგაციის სტუმრობას ეძღვნება. გაზეთი ფერადი ფორმატითაა და ის ორენოვანია. მკითხველი მასში 2 ფესტივალის, ქუჩა შალამბერიძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული და ღვინის ფესტივალის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, რომელსაც უკვე მეოთხედ მასპინძლობს ზესტაფონი. სტუმრებისთვის გაზეთში ზესტაფონის მოკლე ისტორიაც იბეჭდება. ასევე წარმოდგენილია რაიონის კულტურული ცხოვრების მატიანე და დღევანდელობა. გაეცნობით მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ ძეგლებს. გაზეთის მეოთხე გვერდზე მოთხრობილია ანსამბლ ძმების ისტორია და წარმოდგენილია ქალაქის ხედების ფოტოკოლაჟი. საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის პირველი რიგის საჭიროებების დაფინანსება.
თემში განსახორციელებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თემის საერთო კრება. გამოიყენე შენი უფლება თავად განსაზღვრო შენი თემის პრიორიტეტები. იყავი აქტიური მოქალაქე და ჩაერთე შენი თემის მართვაში. პროექტი ჩაერთე შენი თემის მართვაში ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.